ტოტალიტარული აბსურდიდან კომენტარებში მე-20 საუკუნის ყველაზე ამაყდა ქედმაღალ პოლიტიკურ ფენომენთან გადმოვედით, მეკითხებით რას ვფიქრობ შარლ დე გოლზე. თუ საკითხს პოლიტიკური ნარცისიზმის ჭრილში შევხედავთ, დე გოლი არის კაცი, რომელმაც საკუთარი პერსონა და საფრანგეთის სახელმწიფო იდენტობა ერთმანეთში ისე აუღია, რომ განსხვავებას ვერავინ ამჩნევდა. მისი მთავარი ისტორიული პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ლონდონში მყოფმა პრაქტიკულად არაფრის გარშექმნა თავისუფალი საფრანგეთის მითი და მოკავშირეებს თავი ისე მიჰყიდა, თითქოს ეს სახელმწიფოს მეთაური ყოფილიყო. მისი მართვის სტილი აკადემიურად დახვეწილი ცინიზმი გახლდათ. მან ფაქტობრივად საკუთარ თავზე მოერგო მეხუთე რესპუბლიკის კონსტიტუცია და შექმნა სისტემა, რომელსაც ისტორიკოსები რესპუბლიკურ მონარქიას უწოდებენ. ის იმდენად შეუვალი იყო, რომ კრიზისების დროს პარლამენტს კი არ უსმენდა, არამედ პირდაპირ ერს უცხადებდა, ან მე, ან ქაოსი. მოკლედ რომ შევაჯამოთ, გენერალი, რომელმაც დაამტკიცა, რომ თუ საკუთარ თავზე საკმარისად დიდ წარმოდგენას შეიქმნი, მთელი მსოფლიო იძულებული გახდება შენს თამაშის წესებს დაემორჩილოს. აბა, კომენტარებში ველოდები მათ, ვისაც მიაჩნია, რომ საფრანგეთს დღესაც ზუსტად ასეთი დიქტატორული ელფერის მქონე ლიდერი სჭირდება.